გმადლობ, გემრიელად მიირთვით. დამლა ამ დილაუთენია სად მიდის? თქვა რომ დედასთან. ნედიმე, დედას სასიხარულო ამბავი უნდა შეატყობინოს თუ განქორწინებასთან დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გაიაროს. მე რა ვიცი საკინე. ნარგიზი დამლას ნამდვილად არ ეტყვის, არ დაშორდეო. თუმცა იქნებ სხვაგან მიდის. დიდემს გულისხმობ? არა შვილო. ძმებს, ქიქებს. სისულელეს ნუ ამბობ, რა შუაში არიან. რას ამბობ დედა? ფიქრეთმა უთხრა რომ არაპადიებს. კარგი რა შვილო, ფიქრეთი მას ხომ შორდება. ხო და რატომ დაუჯერებს? დაშორდება აბარა, მაგრამ დაშორება ქვეყნიერების დასასრულია. ჩემთვის და შენთვის არა, მაგრამ დამლასთვის არის. ელიფ, ავა მეც მომიმზადე რა, კარგი სუნი აქვს. გემრიელად მიირთვი ძმაო. დაჯა კიდე ერთად ვისაუზმოთ ჩემო მამაზო. შენ აშკარად არაფერი იცი. რა არ ვიცი. გუშინ ღამით ფერხათი მოკლეს. რას ამბობ? რატომ მოკლეს? ვინ მოკლა? ვიღაც რუსომ. ფერხათი ისკანდერის და გამზის თვალწინ დაცხრილა. სავარაუდოდ იმიტომ რომ მან შეგატყობინათ სად იყო იდრისი. ეს ვინ თქვა? ეს მომდარეკა. გამზას მოუყოლია. გადაწყვეტა თავისი საყვარელი ადამიანი გაეფრთხილებინა რამე რომ არ მოგივიდეს. საყვარელიო თვითონ გითხრა? ზუსტად. შენ მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობ. ის გოგო კი შენზე. ესაა კაცსა და ქალშორის სხვაობა. საყვარელ ადამიანზე ფიქრის დროს არ მიტოვებენ. ისი ამბობ თითქოს არ იცოდე. კარგი. ჰალილ იბრაჰიმთან უნდა წავიდე. ჰალილ იბრაჰიმი თვითონ მოდის. ოხულს ველაპარაკე. თითქოს აქამისთვის დამიძახე, ჩემთან ვერ დაიცალე და ახლა ჰალილ იბრაჰიმს ელოდები რომ იმასაც ტვინი წაუღო. სანამ მე და შენ ცოცხლები ვართ, როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ და შენც მომისმენ. კარგი. მეთაურო ხომ იცით, სახელმწიფოს ვერ მოვატყუებ, ისკანდერი საერთოდ არ მეწოდება. ეგ რას ნიშნავს მუსა? შევქეთის სახით სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა და ახლა ეგ ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ხომ გესმით? ხომ გეუბნებით, პრობლემები გექნებათ მუსა. მართალია მეთაურო, ამ ამბავს იაჰია ახლა ჩვენს ყველა ძმისშვილს შეატყობინებს. იქნებ ვინმე მიცის რუსო სად არის? ასე არ არის იაჰია? ხო ძმაო. შენს ყველა ძმისშვილს უკითხავ. მეთაურო, ერთი ამბავი მაინტერესებს. როგორ ვიპოვით იმას, რაც ვერც პოლიცია მიპოვა და ვერც ჰალილ იბრაჰიმა? რა გინდა იაჰია? ხოტბა შეგაცხა? გინდა გითხრა რომ ეს ვერავინ შეძლო, მაგრამ შენ შეძლებ? იაჰიას იმის თქმა უნდა რომ სამიზნეებად ჰალილ იბრაჰიმმა გვაქცია და ახლა ჩვენ ვინმე რატომ უნდა ვეძებოთ? ასე არ არის იაჰია? ზუსტად ასეა ძმაო. გავფრთხილებთ რომ იქამდე არ გიპოვოთ, ვიდრე ჩვენ ვიპოვით მას. რამეს თუ გაიგებთ შემატყობინეთ, გასაგებია? ბიძებო? აქ რას აკეთებ? მეთაურმა თქვა რომ ორივე ბიძა გეძახისო. ღმერთო ჩემო. კარგი, წადი გაისერნე და მოიკითხე იქნებ ვინმე მიცის ახლა რუსო სად არის. თუ გაიგებ მაშინვე ჩემთან გამოიქეცი. ალბათ დიდი ხანია დაიმალა. ვინ იცის სად იქნება? ძმისშვილო აიჰან. ხომ იცი, თხოვნელები მიწის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ხანდახან თავს ამოყოფენ ხოლმე. რომ ნახონ რა ხდება. ბიძაშენი იაჰია გეუბნება გაიგო სადმე ხომ არ გამოჩენილა. გასაგებია? მაშინ წავალ, გავიკითხავ, ქალაქში გავისეირნებ. კართან ყველა გააფრთხილეთ, არავინ შემოუშვან, არავინ. გამოუკითხავად, გასაგებია, გამოკითხვის დრო თუ ექნებათ. დილამ შვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ შოთა. ზეინებ ჰანიმი და ფიქრეთ ბეი საზაფხულო ქოხში გელიან.
შოთა, კართან ხალხი შემოწმებულია? ყველა კარგად არის შემოწმებული, თუ თურგუც გულისხმობ, იდრისის ამბის გამო მარტივად ვერ შემოვა. კარგი შოთა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. რამემ თუ დაგაეჭვოს, შეგვატყობინე. კარგი მეთაურო, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. აქ სათამაშოდ კი არ ვართ. შოთა? ძვირფასო, შემოდი. მობრძანდი ოღუს. გმადლობ. მე ბიჭებს შევამოწმე. მობრძანდი ძმაო. შემოდი ოღუს. გმადლობ. გმადლობ ზეინებ. გუშინ ღამით რა მოხდა? შენ რას ელოდი? მაგალითად ამას არ ველოდი. ჩემს მას წარმოდგენილი აქვს სამყარო, სადაც ყველა მტერი მკვდარია და მხოლოდ ჩვენ ვართ. სულ ასე უნდა იჯდე? იქნებ დალაპარაკების საშუალება მოგცე. არ მოგცემთ ძმაო. არც მიგვირს. იცით რუსოსადაა? არა, მაგრამ ხალხი გავაფრთხილეთ და ეძებენ. და რა ვქნათ ძმაო? ჯერ ისკანდერთან უნდა წავიდეთ. ძმისშვილი ჩვენს გამო მოუკლეს და შვილის სიკვდილითაც დაემუქრნენ. უთხრათ, რომ ვალდებული არ არის ჩვენთან იყოს, მაგრამ ის გჭირდება. რუსო ერთად უნდა მოვძებნოთ, თორემ მასთან ყოველი შეხვედრისას საყვარელ ადამიანებს დავკარგავთ. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ნედიმე, ხალილ იბრაჰიმს და ჩვენ ზეინებს რა ეშველებათ. ის დიდემი დამლაზე უარესია. არასდროს დათანხმდება განქორწინებას. ეს არ დაშორდება, ის არ დაშორდება, რა ამბავია. დაშორდნენ ბოლოს და ბოლოს. ჩემი შვილები ბედნიერად უნდა იყვნენ. ერთი იდეა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა სიტყვი. ღმერთო, ახლა რაღაც სიგიჟე უნდა თქვა. კარგი, მიდი, ნებას ვრთავ. იმ გოგოსთან მიდი და უთხარი, რომ აქამდე ბავშვის გამო დუმდი. ახლა კი, ბავშვი აღარაა და წავიდეს. გინდა თქვა, რომ ერთი შეშლილი არ გვეყოფა? აბა ასე უნდა იჯდე? იმდენი ფული გაქვს, საფლავში წაიღებ? ხომ ვერ წაიღებ? იმ გოგოს ფული სჭირდება? გინდა ბავშვივით მოვიქცე? გეუბნები, მოვკლათ, არ გამოვა. ფული მივცეთ, არ გამოვა. აბა რა გინდა? თავარია წავიდნენ. არ ვიცი საქინე, არ ვიცი. რომ ცოდნო და პირდაპირ დიდემთან წავიდოდი. შენთან კი არ ვიჯდებოდი. მეც არ ვიცი რა ვქნა. ის გოგო უნამუსოა. შენი ცოლი რას აკეთებს? ასე ნუ ამბობ ზეინებ. თვითონ ხომ ასე ამბობს? ყველას ეუბნება ხალილ იბრაჰიმის ცოლი ვარ და როგორც ვიტყვი ისე იქნებაო. ახლა მისი დანაკარგის გამო ჩუმოდვარ. დრო გავიდეს და დაველაპარაკები. ძვირფასო, შენ კი დაელაპარაკები, მაგრამ ლაპარაკი მას არ ესმის. თუმცა იმაშიც მართალი ხარ, საშინელება გადაიტანა. რაც უნდა თქვას, ჯერ ჩუმად უნდა ვიყოთ. ზეინებ ძალიან თხოვ ამ ამბავს შეეშვი. თავი დაანებე, იჯდეს თავისთვის ოთახში. მე და შენ ერთმანეთს ისედაც ხვდებით. როგორც გითხარი, ჯერჯერობით არაფერს გავაკეთებ. იცი რა მაინტერესებს? კითხე საყვარელო. ჩემი ძმა ახლა თქვენთან ერთადაა? შენი ძმა ისედაც ჩვენიანი იყო. ხომ მიხვდი რას ვამბობ ძვირფასო? ასე ვთქვათ, გუშინ როგორც ვნახეთ, ფიქრეთ ლეტო სრულიად დამოუკიდებელია. სრულიად. სავარაუდოდ ეს იმიტომ გააკეთა, რომ დამლას დაშორდეს და ესმა მოიყვანოს. ჯერ ცოცხალი გადარჩეს.
ამდენად სერიოზული ამბავია? სახუმაროც არ არის ზეინებ. ის კაცი მოვიდა და ისკანდერის ყველაზე საყვარელი ადამიანი მოკლა. ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ღმერთმა იცის რა მოხდება. ჯორაობას არ მორჩით? ისევ მე განმიხილავთ? ძვირფასო, დროებით. იქნებ ისკანდერისგან ისევ აქ მოხვიდე. მოვა აბასად წავა. ისევ სამიზნე ვარ და მარტო არ დამტოვებს. ეს ასაცილოა? გონი არა? მეც ასე მგონია. რა ხდება? აქ რა გინდა? სალაპარაკოთ მოვედი ესმა. მოდი, წინ დამიჯექი. კარგად ხარ? ეს ჩემი სახლია. ბრძანებებს ნუ იძლევი. ფეხზე მდგარი მომისმენ? კარგი. მაშინ იდექი. თქვი რა გინდა და მიბრძანდი. ფიქრეთს ეტყვი, რომ ცოლად არასდროს გაყვები. ვერ გავიგე? გაუგებარი რა არის? ჩემს ქმარს მიატოვებ. რომც გამოგეკიდოს, ხელს კრავ. როგორც ამაყი და ღირსეული ქალები იქცევიან. შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვინც შეიძლება სიამაყესა და ღირსებაზე მელაპარაკოს. თუმცა მაინტერესებს ასე რატომ უნდა მოვიქცე? ესმა ქალაქისა და ოჯახის წინაშე თავი უკვე საკმაოდ შეირცხვინა. გაუფასურდი. ამიტომ ამით მე კი არა, შენს თავს დაეხმარები. გასაგებია? ფიქრეთს მე ვუყვარვარ. მე კი ფიქრეთი მიყვარს. შენ რისი იმედი გაქვს, როცა იმ ადამიანს აშანტაჟებ, ვისაც არ უყვარ ხარ? ფიქრეთი ჩემი ქმარია. ჩემი. ცოლ-ქმარ შორის არის ხოლმე პრობლემები. არის გაუცხოვება, მაგრამ ყველაფერი ჩაივლის. შენსავით. ფიქრეთთან დასაახლოებლად ჩვენი პრობლემები გამოიყენე. ლოგინში ასე ჩაუგორდი. მორჩა, საკმარისია. საზღვარს გადახვედი. ჩემსა და ფიქრეთ შორის არაფერი ყოფილა. თუმცა გპირდები, როგორც კი ვნახავ, მისი გავხდები. სანამ ცოცხალი ვარ. ფიქრეთს ცოლად ვერ გაყვები ესმა. მაგრამ თუ მზად ხარ იმისთვის, რომ გამოგიყენოს, რაც გინდა, ის გააკეთე. მიდი. რაც გინდა ისქენი. მე და ფიქრეთს მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს. მაშინ მოკვდები. მადლობა. გემრიელად მიირთვი. დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვი. მადლობა. გემრიელად მიირთვი. მადლობა. არაფერს. მამიკო, მე არ მინდა შუა. აი შეწავიდეთ, სკამები მოვიტანოთ. დავსხდეთ. აიშე. გამზე, მოდი შიგნით ვისაუბროთ. კარგი. ისკანდერ. დიდი მსხვერპლი გაიღეთ ჩვენს გამო. დიდი დანაკარგი გადაიტანე. ამისთვის მადლიერები ვართ. რომც თქვა, რომ ჩვენთან ერთად არ ხარ, სხვა თვალით არ შემოგხედავთ. ყველას სახელით გაძლევ სიტყვას.
მადლობ, ჰალილ იბრაჰიმ. მადლობ. ხო, რუსო ქალიშვილის მოკლით მემუქრებოდა. ვიცი, რომ ეს ხუმრობა არ არის. თუ თქვენთან ერთად ვიქნები, ყველაფერს გააკეთებს გამზეს რომ ავნოს, მაგრამ ახლა ამ გზიდან ვერ გადავუხვევ. ისკანდერ, ყველაზე მამაცი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ. ისე მტკიცედ გახარ, ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს. ახლა შენი ოჯახი ჩვენ ვართ და 24 საათი შენს გვერდით ვიქნებით. მადლობ, კემალ, მადლობ. ეს ყველასთვის მძიმე სიტუაციაა. ჩვენ არ ვიცით რუსოსა და მან კი იცის, ვინ სად არის და რას აკეთებს. შეუძლია ვისაც როცა უნდა მაშინ ავნოს. გარკვეული პერიოდი უფრო ფრთხილად ვიქნებით. შესაფერის ზომებს მივიღებთ, ბოლოს და ბოლოს ეს კაცი სადმე გამოჩნდება და ისიც სხვებივით დაამთავრებს. ფიქრეთ. მადლობ, შენ უშიშარი და მამაცი ხარ, მაგრამ ეს საქმე არც უშიშრობაზეა დამოკიდებული და არც სიმამაცეზე. როგორც ისკანდერი ამბობს, ეს რუსო ყველაზე დიდი ნაძირალაა. მისთვის არ არის საზღვარი, ქალი და ბავშვი. მან არაფერი იცის. საერთოდ არაფერი. როგორც მამა ჩემი ამბობს, ვინც ფერჰადს ასე მოექცა ისკანდერის თვალწინ, ნებისმიერს მოკლავს. მეგობრებო, ეს კაც სიტყვია გაუმტარია თუ უკვდავი? უბრალოდ არ ვიცით, სადაა თორემ გავიგებთ და იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. ხომ ასეა? ისკანდერ, არ იცი სად იქნება? რუსოს ვერ ვიპოვით, მაგრამ თურგუთი ნამდვილად ჩაფლავდება. რა თქმა უნდა, თუ რუსო მისცემს შეცდომის დაშვების უფლებას. არ ენერვიულო გამზე. ქემალი არ დაუშვებს შენ ამ ბავშვებს რამე მოგივიდეთ. აიში ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი მამა რას გააკეთებს. ახლა შურისძიება რომ დაიწყოს, რუსოს სამიზნე ის აღმოჩნდება. ისკანდერი ჭკვიანი ადამიანია. ხალილ იბრაჰიმი, ფიქრეთი, ყველა მის გვერდით არიან. შეცდომას არ დაუშვებს. აიშე, რომ გთხოვო, დროებით მამა ჩემს მიხედო, მეტისმედი იქნება. რას ნიშნავს დროებით მივხედო? მამა ჩემი ახლა მარტო დარჩა. აქამდე მას ჩემი ძმა და ბიძაშვილი ჰყავდა. თქვენ კი კარგი ურთიერთობა გაქვთ. მეგობრობდით. იქნება ამ რთულ პერიოდში თქვენი სიახლოვე დაეხმაროს. საყვარელო. მე და ისკანდერი ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვუგებდით. მითათის სიკვდილის შემდეგ შენზეც ნაწყენი ვიყავი და მასზეც. ეს იცი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქაანმა პასუხი სიცოცხლით აგო, ახლა ორივე ჩემთვის უფრო ძვირფასები ხართ, ვიდრე აქამდე. ამიტომ არ ენერვიულო, მამა შენს მარტო არ დავტოვებ. გმადლობ. ძმაო, ბიჭები ამბობენ, რომ რუსტემი მოვიდა საცხობიდან. უთხარი შიგნით შემოუშვან. რა დროს რუსტემია საცხობიდან, შვილო? რა დროს ეგ არის? ჩვენ აქ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, შენ კი ფულზე ფიქრობ. ძმაო, თუ ფულის კეთებაზე არ ვიფიქრეთ, საერთოდ რატომ ცხოვრობთ? იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ. იქნებ მერე ყველაფერი გამოსწორდეს. კარგი, გავიგე, რასაც ამბობ. მე დაველაპარაკები, რაზეც საჭიროა, შენ კი არ გაწყენდა ყურიდან ყურსასმენი გამოგეღო. კარგი. ძმებო? შემოდი, ძმაო, შემოდი. მოდი, დაჯექი. შენ გადი. კეთილი იყო შენი ფეხი, შვილო რუსტემ. მამა შენი როგორ არის? ცუდად ბიძია მუსა. აი დაიწყო. ჩემი ძმასავით ისიც სუნაგია რა? უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ყელში ჩააფრინდნენ. ეგ რას ნიშნავს, ვინ ჩააფრინდა? რუსო. რუსტემ, დამშვიდი, შვილო. იარაღი დაუშვი.
რუსოს თქვენთან ლაპარაკი უნდა, თორემ მამა ჩემს მოკლავს. კარგი შვილო, იარაღი დაუშვი, თითი არ გამოგეკრას. ვისაც გინდა, იმას დაველაპარაკებით. იაჰია, შემდეგში შენს ძმას ვესვრი. კარგი რუსტემ, იარაღი დაუშვი. ვისაც გინდა, იმას დაურეკე, მიდი. თვითონ დამირეკავენ. ოხ, რუსტამ. თუ იცი რა საკეთებ, ჩვენთან მოხვედი და იარაღს გვიმიზნებ, ძალიან ბევრი ძმისშვილი გვყავს. გონია ცოცხალს დაგტოვებენ? ვერ ხედავ, იაჰია? ამბიცი იარაღი მისცეს, უთხრეს მიდი და ორივე გაანადგურე, სამაგიეროდ შენ ცოცხალს დაგტოვებთო. შენი ძმაც მანდ არის მუსა? ვიცი რომ მარტო არ დადიხარ, ამიტომ გეკითხები. მიპასუხე. ხმა მოიღე იაჰია, შენზე კითხულობენ. რა გჭირდება ნაძირავა? მუსა, შენს ძმას წესიერად ვერ გაზრდი? იაჰიას ძალიან ვუყვარვარ და მის ძმას იარაღს თუ მიუშვერენ, გაგიჟდება. მისგან არაფერი გეწყინოს. აბა, რით დაგეხმაროთ? შევქეთის საავადმყოფოდან თქვენ წაიყვანეთ. ხომ ასეა? შევქეთთან ცუდი ურთიერთობა გქონდა. ეს შენ ციცი არა, რუსო? როცა ვეღარ აკონტროლებდა რას ამბობდა, იაჰიამ მიხედა. მერე კი მიხიდა, ვისაც ისჭირდებოდა, არა? ყველაზე მეტად თქვენ გამაოცეთ. 40 წელი რომ მეფიქრა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ თქვენ სახელმწიფოზე მუშაობთ. რუსტემ, იცი რაც უნდა გააკეთო. ახლა მომისმინე. რუსტემი მკვდარია. მამამისი შენ მოკალი. ჩვენ ნუღარ გვაწვალებ. მორჩა. აქ რა ხდება? დამლა. ჩვენთან ღმერთმა გამოგიშვა? მიდი, გთხოვე რაც გინდა. მიდი, ჰო დამლა. ეს აიღე და გაანადგურე. რუსტემის მამაც ზედმია ყოლე. გასაგებია? ეს მოაშორე. როგორც მეტყვით ბატონო. მაინც როგორ გადარჩნენ, ვერ გავიგე. ამჯერად გადარჩნენ თურგუთ. იღბალი მათ მხარეს იყო, მაგრამ ეს აღარ განმეორდება. იქნებ კარგი ცეცხლები რომ არიან. ყველას მოუყვებიან, რაც შეემთხვათ. თურგუთ, ყველა მიცის, რაც შეიძლება მოუვიდეთ. ჩვენ არავის არაფერს პატიობთ. არასდროს. ფიქრეც მე თვითონ ვთხოვე, ნედიმე, რომ დამლა აქ არ გამოეშვა. ნახე, რამდენი საათია არ ჩანს. ვინ იცის სადაა და რას აკეთებს? ნუ ნერვიულობთ. თავს აღარაფერს დაუშავებს. მაგას არ ვდარდობთ, სუხალ. იმას ვდარდობთ, სხვას არაფერი დაუშავოს. დილიდან ამბობს, ძმებ ქიქებთან იქნებაო. რა სისულელეა საქინე? დამლა მესმას რამე რომც დაუშავოს, რა ფიქრეთან მომავალი ექნება? ასე ფიქრობ? ფიქრეთი ძალიან უყვარს. მასე უარის თქმას არ აპირებს. მართლა? ზეინებს ხალილ იბრაჰიმი ნაკლებად უყვარს, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაციაა. ზეინებთან ორმხრივი სიყვარულია. ო, მართალია. მოვიდა. დამლა, სად იყავი? ვინერვიულე?
იმ ქალთან ვიყავი ესმასთან. რა საქმე ქონდა ესმასთან? ნებისმიერ ქალთან მექნება საქმე, რომელიც ჩემ ქმარს აეკიდება. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. ამბობს, რომ აქედან წასვლას აპირებს. ასეთი უთამოყარეო და მდაბიო ქალი ჯერ არ მინახავს. თან ჩემს ქმარს ხიბლავს. თან ამბობს, რომ მოუკვდე არ შევეშვებიო. ეს ვის გაუგია? მართალი ხარ შვილო, მაგრამ ჩვენ ფიქრეთზე ვლაპარაკობთ. სამწუხაროდ ახლა შეყვარებულია. რაც უნდა თქვა დამნაშავე შენ ხარ. თქვენი არ მესმის. თქვენ ხომ ყველას გღალატობდნენ, ასე არ არის? ამიტომ ქმრებს დაშორდით, მათ სიყვარულზე უარი თქვით? მე რატომ უნდა ვთქვა უარი? რატომ გეკითხებით? იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. იმედია. გისმენ ესმა. ზეინებ, შენს ძმას დამლასთან რა ეფექტურად უსაუბრია? ვერ გავიგე? იმდენად ეფექტური იყო, რომ სახლში მომაკითხა და აქ მემუქრებოდა მისი ქმარი, რომ მიმეტოვებინა. ასე გითხრა? მოდი შიგნით შევიდეთ. წარმოგიდგენია? ისე მელაპარაკებოდა, როგორც ცოლიანი კაცის საყვარელს. ესმა დამშვიდდი. მესმის ბრაზობ და ახელვებული ხარ. მე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ დამლა თვლის, რომ გამოუვალ სიტუაციაშია. ხვდება, რომ არ უყვართ და ამიტომ უფრო აგრესიულია. ზეინებ, შენს ძმას უთხარი ის დამლა ახლოს არ გამაკაროს. ეს ჩემს ძმას როგორ ვუთხრა? არ ვიცი ზეინებ. ფიქრობ ჯობია ამაში არ ჩაერიო. ახლა წახვალ და შენს ძმას ეტყვი. ის კი იმ გოგოს გადაუვლის. დამლა სულ უკონტროლო გახდება. ისედაც ამდენი პრობლემაა. ძალიან გემრიელია თურან. გემრიელად მიირთვი. გემრიელად მიირთვით. რას უფრაა? მადლობ დიდემ. შეგერგოთ. მადლობ. დილამშვიდობის გოგოებო, დასხედით. ჩაის თქვენს დაგისხამთ. ესა უსმე საიდან თურან შენ მოამზადე? არა, დიდემმა მოამზადა. რას ნიშნავს დიდემმა? ყველაზე ადრე დიდემი ადგა. თვალებს ვერ დაუჯერე. სამზარეულოში წავიდა და ომლეტი მოამზადა. ყველაფერი მოამზადა. მოდით გოგოებო, დასხედით. მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა. გემრიელად მიირთვი ოსმან, შეგერგოს ბიძია. მადლობ სემა. აი ვნახეთ დიდემს რას ცოდნია. ისეთი არაფერი მიქნია ბიძია. აქამდე ჩემი პრობლემები მქონდა. ახლა ნელ-ნელა გონს მოვდივარ. კარგი, ედანურ, ომლეტი აიღე. ძალიან გემრიელია. არ შეჭამ? არა, ჩაის მოვსვამ და რესტორანში გავაგრძელებ. გემრიელად მიირთვით. კარგი, წარმატებული დღე საყვარელო. მერთო ჩემო. სემა გასინჯე, პური აიღე. ამ სილამაზეს შეხედე, არ გინდა? სემა, პური აიღე და გადაუსვი. მიდი. აი ასე. გადაუსვი. გემრიელად მიირთვი. გემრიელია, არა? ხო. გემრიელად მიირთვი. საყვარელო როგორ ხარ? კარგად ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა, სახლში ვარ. მინდა რესტორანში წასვლამდე შემოგიარო, გეცლება? რა თქმა უნდა, მოდი. ცუდი ხომ არაფერი მომხდარა? არა, ცუდი არაფერი. არი ნერვიულო. დროებით საყვარელო. ედანური მოვა. ნეტავ რა ხდება? ხმა ნორმალური ქონდა. არ ვიცი რა მოხდა. მოვა და გავიგებთ. იქნებ დიდემის სახლიდან წავიდა. ეგ რომ მომხდარიყო, სიხარულით იტირებდა. მართალია. აიშე, ფიქრეთ? მიდი ხარ? და შენ რჩები? ცოტა ხანს დავრჩები. მაშინ დროებით. კარგად. ყველას მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ? შვილოია ხედავ, ცალ-ცალკე სიარული არ მოგვიწია, ყველა აქ ყოფილა. ხედავ ძმაო,
ჰალილ იბრაჰიმ, ცოტა ხანს შებრუნდით, რაღაც გვაქვს მოსაყოლი. რა მოხდა? არაფერი მოხდა ფიქრეთის ცოლის დამსახურებით. დამლა რა შუაშია? რა დამლა, რას ამბობთ? სახლში შემოდით, იქ ვილაპარაკოთ. შევიდეთ. დამინტერესდი გამზე, შევიდეთ. აიშე ნორმალურად ილაპარაკონ. მე მაინც გავიგებთ. მე შევალ. ო, აიშე. Taziye'ye mi geldiniz? რამე მნიშვნელოვან ამბავზე მოხვედი, მუცა? კინაღამ თვითონ ვიქეცით მნიშვნელოვან ამბად, მოსაყოლად მოვედით. რუსომ რამე გააკეთა? გააკეთა ჰალილ იბრაჰიმ. საცხობიდან რუსტემი გახსოვთ? რეფატიშვილი. ხო ეგ, რუსომ რეფატი ტყვე დაიყვანა. რუსტემს კი იარაღი მისცა და უთხრა, აქ წადი ის როლე. ან მამაშენს გავანადგურებო. რუსტემი ასეთ საქმეებს აკეთებდა? არა, რუსტემმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში იარაღი მოგვიშვირა და ტელეფონი მოგცა. იქ ვიდეო კავშირზე რუსო იყო. ლაყბობა დაიწყო. იმ წუთს, როცა ჩვენი მოკლა უნდოდათ, საბედნიეროდ ფიქრეთის ცოლი მოვიდა და მან გადაგვარჩინა. ძმაო, ნუ მაგიჟებ. ანუ მოვიდა რუსტემი, ბოლო წამს დამლა გამოჩნდა, რუსო ვიდეო ზარით გელაპარაკებოდათ? ნორმალურად მოყევით რა მოხდა? დამლას თქვენთან რა უნდოდა? ჩვენი ძველი მეგობარია, ამიტომ ხანდახან გვაკითხავს, საქმე აუცილებელი ხომ არ არის ძმაო, არა? მის ფეხს ქვაც არ უნდა შეეხოს. ძალიან კარგი გოგოა. ძალიან. როგორ ჩანს ესმას მკვლელობის შეკვეთა უნდოდა. რას ამბობ? ეს გოგო კეთილშობილებად იქცა. სულ ბუდიშებს იხდის, ამბობს, რომ ძალიან ცუდად იყო. სამზარეულოდან ჭიქას ვერ იხებდა. დღეს დილით კი საუზმე მოგვიმზადა. ედანურმა გოგოს გაკეთებულს ნურაფერ შეჭამთ. არ მოგწამლოთ. რამე თუ ჩაყარა, ჩათვალეთ, ოსმანი მკვდარია. მაგიდაზე არაფერი დატოვა. თავი ვერ შეიკავა. ნიანგი რომ დაინახოს, იმასაც შეჭამს. ამაზე რას ფიქრობ, ზეინებ? არ ვიცი აშკარაა, რომ რაღაც ჩაიფიქრა. ო, მაგრამ რა? არ ვიცი. ხასიათზე გარ შეიცვლიდა. ეტყობა გეგმა აქვს. თქვენ სადეთ ნორმალურად მოექცეთ. თქვენივე სიმშვიდისთვის მაინც. სიძე ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ელაპარაკა? არა, სახეშიც კი არ უყურებს. იგრებს აღამოს ხალილ იბრაჰიმა გამოიაროს. თუ გამოივლის, ვკითხავ. ქალბატონ დიდემს ის გაუგებს. დამლა სად არის? სასტუმრო ოთახში ფიქრეთ, ბეი. ო, მოვიდა. კიკებთან რა ჯანდაბას აკეთებდი? იქვე ვიყავი და შევიარე ფიქრეთ. იქვე რატომ იყავი? შემთხვევით შევიარე და ორივე შემთხვევით გადავარჩინე. მადლობის ნაცვლად მიყვირი? რა კიკები, დამლა? მათთან რა გინდა? დედა, ვერდით გავუარე და შევედი. ვერ გაიგე? გითხარი, თუ რამეს ჩემ გარეშე გააკეთებდი, სხვანაირად დაველაპარაკებთ მეთქი. ხომ გითხარი? თითქოს სხვა დროს ნორმალურად მელაპარაკებოდე. გახსოვდეს, სანამ ცოცხალი ვარ, შენი ცოლი ვიქნები. ასე იქნება. გასაგებია? დამლა, შვილო, მოდი აქ. თავი დაანებე. ფიქრეთ, გთხოვ. მერთო. იმ კიკებთან უბრალოდ დადის, არა? იაროს რა მოხდა? შენ წინააღმდეგ არაფერს გააკეთებს. დღეს არა, მაგრამ ხვალ გააკეთებს. თან ისინი გადაარჩინა. ამის შემდეგ უარს რაზე ეტყვიან? აბა დაფიქრდით. არ ეტყვიან. საწყალი ესმა. საკინე, გთხოვ, გაჩუნდი. ფიქრეთ, ეს გოგო სახლიდან რომ გაუშვა, ესმას თვითონ მოკლავს. ძალიან გთხოვ, შეეშვი. ჯობს კიკებთან იაროს. და ამ მუქარებით უნდა ვიცხოვრო? სულ მუქარებშია. არ გაგეყრები, მოვკლავ, თავს მოიკლავს, ციხეში ჩაგვსვამთ, საკმარისია. მართალია? შენმა შვილმა ისევ სისულერე გააკეთა ნარგიზ. უთხრეს არ გააკეთო და სპეციალურად გააკეთა.
ხალილ იბრაჰიმი მოვიდა. საყვარელო, მოდი. მიხარია შენი ნახვა. გამარჯობა. რამეს ხომ არ დალებთ? არ მინდა, გმადლობ. კარგი. შიგნით შევიდეთ. რას აკეთებ? სახლში უამრავი ადამიანი. კარგი, მაშინ შენს ოთახში წავიდეთ. ხალილ იბრაჰიმ, მაშინ ღამითაც მოვა. შენ რა გაგიჟდი? წამი არ არის შენზე, რომ არ გვიждდებოდა. არ გინდა. წავიდეთ დავსხდეთ. აბა? ისკანდერი როგორაა? უძლებს, მაგრამ რუსო ძმებ კიკებთანაც მისულა. მოკლეს? დამლას დამსახურებით გადარჩნენ. და დამლა? ძმა ყველაფერს მოგიყვება. ხო მართლა, აქედანური იყო. დიდემმა ტაქტიკა შეცვალა. ეგ როგორ? ტაქტიკას საყვარელი საქციელი ქვია. დიდემის? ხო, გოგოებს საუზმე მოუმზადა. წარმოუდგენელია. შემომხედე ლამაზო. დიდემი ამ ახალი ტაქტიკით ვერ დაგაბნევდა, არა? ზეინებ. დიდემი ვერც კი შემეხება, ვიდრე ცოცხალი ვარ. უბრალოდ საავადმყოფოში თვითონ თქვა, რომ ერთ ბავშვსაც გაგიჩენდა და ეგ შენს გასაბრაზებლად თქვა. და გამაბრაზა კიდეც. არ მოტყუვდე და შეცდომა არ დაუშვა. ეგ შეცდომა ერთხელ უკვე დაუშვი. მეორედ ვეღარ ვიზამ.